ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და უნდა შესულიყვნენ თუ არა პარლამენტში ამ კითხვების პასუხად. საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა. ქართულ ოცნებაში დიპლომატების მხრიდან ორმაგ სტანდარტზე და ოპოზიციის რადიკალური ქმედებების წახალისებაზე საუბრობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ელჩები ცდილობენ მუდმივ კრიზისში ამყოფონ ქვეყანა, რაც დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც დიპლომატმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებში. ლელა ჯავახიშვილი გაგვაცნობს პოზიციებს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ. ევროკავშირის ელჩმა დღეს ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებებზე და ზოგადად შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარების გაკეთება მისი კომპეტენცია არ არის, თუმცა იქვე პაվել ჰერჩინსკი მმართველი პარტია ევროინტეგრაციის მიმართულებით გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე რამდენიმე თვეა ღრმა პოლიტიკური კრიზისია. As an EU ambassador in Georgia, ჩემი პასუხისმგებლობა როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის ხალხს ინფორმაცია მივაწოდო საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაზე. ჩემი საქმე არაა ვუთხრა ქართველებს, რომელმა პარტიამ რა უნდა ქნას. რისი თქმა შემიძლია არის ის, რომ ჩვენ ძალიან მწუხვართ. საქართველოს თვეებია ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. მწუხვართ, რომ ხედავთ, საქართველოს არ პროგრესირებს ევროკავშირის წევრობის გზაზე. სხვა კანდიდატი ქვეყნების მსგავსად სამწუხაროდ, რაც ხდება არის საპირისპირო. დისტანცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის იზრდება და ეს დასანანია. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურდა. ჩვენ ძალიან ბედნიერები და ამაყები ვიყავით, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიიღო, მაგრამ ამის შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ დაახლოებოდა და ძალიან სწრაფად გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, სამწუხაროდ საქართველოს მას შორდება. ქმედებები, გადაწყვეტილებები და კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო წლის განმავლობაში, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაახლოების ნაცვლად აშორებს და ამას შედეგებიც მოხვება. ოპოზიცია, რომელსაც არგუმენტად ხშირად სწორედ პარტნიორებისა და დიპლომატების მოწოდებები და განცხადებები მოჰყავს, ამბობს, რომ ელჩები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებს ვერ გააკეთებენ. ხელისუფლების ოპონენტები პაվել ჰერჩინსკის მსგავსად იმეორებენ, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია და რომ ამ კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, არამედ ახალი არჩევნების ჩატარებაა. პოლიტიკური ღრმა კრიზისია ქვეყანაში. ამ პირობებში ვერანაირი არჩევნები ვერ ჩატარდება. ვიღებთ შემდგომ საერთო ეროვნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენი პასუხისმგებლობა არის დავდოთ ის, რაც განმუხტავს კრიზისს. კრიზისს სხვა ვერაფერი ვერ განმუხტავს. ჩვენი გზა არის ახალი არჩევნები, ახალი წესებით. პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით მე არ მახსოვს, რომ ელჩი შესაუბრა. არჩევნებზე შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ელჩები არ საუბრობენ. ისინი არ ერევიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, ვინ რა შემა მიიღოს მონაწილეობა და არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. უშუალოდ აპირებთ თუ არა უთხილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს არ არის საკითხი, რომელიც ჩვენთვის არის ამ მომენტში საინტერესო, რადგან ჩვენ ყველანი ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ მივიღოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნების გზით შევცვალოთ არალეგიტიმური ხელისუფლება. თუ არ ჩაიშა ახალი საპარლამენტო არჩევნები, არ განიმუხტება არც ის პოლიტიკური კრიზისი. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ევროკავშირის ელჩი, რომელიც ამბობს, რომ შიდა პოლიტიკურ საკითხებში ვერ ჩაერევა, ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რადგან როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მისი ძველი განცხადებები სწორედ შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევას ემსახურებოდა. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ასეთი მიდგომა ახალისებს ოპოზიციის ქმედებებს და პროცესს, რომ ქვეყანა მუდმივად კრიზისის მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ისინი არ ერევიან შიდა პოლიტიკაში, არ არის სწორი. თქვენ ვნახეთ არაერთხელ მათი ჩარევა, მოწოდება ხელისუფლების მიმართ, არაერთი ელჩის მისვლა ოპოზიციასთან, შეხვედრები, მიტინგებზე დასწრება და ასე შემდეგ, დაფინანსება, ირიბად ოპოზიციური პარტიების სხვაობა რა უნდა იყოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა გაუხსენოთ საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი, ღიად ოპოზიციის მიტინგებზე დასწრება და არჩევნების შემდგომი განცხადებები, როცა არჩევნებიდან 6 თვეა გასული, ოპოზიციას არ წარმოუდგენია არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და ვერ წარმოადგენდა, იმიტომ რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, თუმცა ჩვენ არ მოგვისვენია ელჩების შეფასებები, მათ შორის ოპოზიციის ამ დამოკიდებულებასთან მიმართებაში, როცა ისინი აირჩია ხალხმა პარლამენტში და არ შემოვიდნენ. და გვესმის სხვა შეფასებები ხელისუფლებასთან მიმართებაში. ძალიან სამწუხაროა ზოგადად დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა.
რომ როდესაც უნდათ რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამოვე რომ ჩვენ არაფერში არ ვერევით, რა ვიცი, უამრავი მაგალითი არის, შეგვიძლია გავიხსენოთ 27-ვე ქვეყნის ელჩმა რომ მოგვიწყო დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სააკაშვილს ჩვენ კლავდით და ვაწამებდით, ხომ? ქალბატონი კელი დეგნანი შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც მოსამართლე დაიბარა და ანგარიშის ჩაბარება მოთხოვა ნიკა გვარამია საქმესთან დაკავშირებით. იგივე ბატონი ჰერჩინსკი, რომელიც ძალიან უხეშად ერეოდა წინა საარჩევნო პერიოდში და ფაქტობრივად ირიბად შეგვიძლია პირდაპირაც თქვათ, რომ მოუწოდა ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომ ხმა არ მიეცათ ქართული ოცნებისთვის. ის დუმილი, როდესაც ისინი ხმას არიღებენ იმასთან დაკავშირებით, როდესაც ევროკავშირიდან დაფინანსებული NGO ორგანიზაციები აქ ეწევიან კლასიკურ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და ფსიქოლოგიურად ძალადობენ მოქალაქეები იქნება თუ პოლიტიკოსები, ხო, ამას არ გმობენ, ისინი ჩვეულებრივად ხვდებიან ამ ყველაფერს და ამითაც რა თქმა უნდა ირიბათაც და პირდაპირაც ახალისებენ შემდგომ რომ განვითარდეს იგივე ტიპის ძალადობა საქართველოში. პაվել ჰერჩინსკიმ განცხადება, რომ ის განცხადებებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ვერ გააკეთებდა, საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა. მადლობა ლელა ჯავხიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. თვითმმართველობის არჩევნებზე დღეს ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. მისივე თქმით, ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს. ბუნებრივია, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი. ჩვენ ვაპირებთ 64 მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს არის გარდაუვალი, ხო, ყველა ხედავთ, როგორია მმართველი პარტიის რეიტინგი, როგორია ოპოზიციური პარტიების რეიტინგები, შესაბამისად ვერაფერი დაუდგება წინ ამ შედეგის მიღწევას. კიდევ ერთხელ გაიმერებ, ჩვენი მიზანია 64 მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. შანტაჟისა და ზეწოლის მორიგი მცდელობა. ასე აფასებს ქართული ოცნება ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება რეპრესიებს. ესტონეთი განმარტავს, რომ ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ საკუთარ კანონმდებლობაში უნდა ასახოს. ესტონეთის საგარეო მინისტრის თქმით, ევროკავშირში ასევე განიხილება უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. We cannot accept violence. ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ ძალადობას. ახლა გვაქვს ვითარება, როდესაც ბევრი ადამიანია უსამართლოდ დაკავებული. ამიტომ ვცდილობთ დავაწესოთ სანქციები იმ ქართველ ოფიციალურ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე. როგორც არაერთხელ გაცნობეთ, სამწუხაროდ ამ დრომდე არ გამხდარა შესაძლებელი ევროკავშირის სანქციების საკითხზე, მათი მიღებისთვის ერთიანობის მიღწევა. ამ მომენტისთვის გვყავს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, ვინც არაა მზად საერთო პოზიციისთვის. ამიტომ ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა დააწესოს ორმხრივი სანქციები. ეს რიცხვი იზრდება. ბრიუსელში გააგრძელებენ ცდას, რათა შეათანხმონ სანქციები ევროკავშირის 2026-ის დონეზე. ამას ერთიანობა სჭირდება. რაც შეეხება ესტონეთს, არის მათ აქვთ მანამდე სანქციები დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ჩვენ ვრჩებით სამხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის საინფორმაციო ხმაური, ახლა ერთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული 2 თვის წინ, ასე ხა კვირა გამოშვებით, უნდათ რომ მისცენ საკვები, მისცეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საკვები თავის თანამემიტინგეებს. გახსოვთ, რომ ის მონაწილეობდა NGO და რადიკალ ოპოზიციასთან ერთად ანტიქართულ აქციაში. ასე რომ ახლა მისი მხრიდან ეს ნაბიჯები გასაკვირი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ლიეტუვის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკავშირი ღია, მაგრამ იქ არის ღირებულებები და პრინციპები. პასუხად სპიკერი წერს, რომ ძალიან გთხოვთ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მსოფლიოში პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის ექსპორტით, თან ისე რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს და რომლის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა ქვეყანაში რადიკალების აქციებში მონაწილეობენ, ქედმაღლურად ღირებულებებზე და პრინციპებზე ნუ გველაპარაკებიან. აცხადებს ჩალვა პაპუაშვილი.
9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ექსპო ჯორჯიაში ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც ოფიციალურად პაվել ჰერჩინსკიმ გახსნა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები და ორგანიზაციების სტუმრებს საკუთარ კულტურას და ტრადიციებს აცნობენ. ექსპო ჯორჯიაში ოპოზიციის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ევროპის დღე პირველად 1985 წელს აღინიშნა, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა 9 მაისი ევროპის დღედ დააწესეს. საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ. ნახეთ, რა გაუკეთებია ევროკავშირს თქვენს სოფლებსა თუ ქალაქებში. მესამე წელია მაქვს პატივი თქვენთან ერთად აღვნიშნო ევროპის დღე. 2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. გილოცავთ ევროპის დღეს. წინ საქართველო, წინ! დღეს ევროპის დღეა, მინდა მივულოცო ეს დღე ყველა ქართველ მეგობარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირს. ევროპა მეგობრობა და სოლიდარობაა. დღეს ამის აღნიშვნას ვგეგმავთ. ყველა მიცის რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, იმედი მაქვს, ეს გაკეთდება და მომავალში ერთ კავშირში ვიქნებით. ექსპო ჯორჯიაში დღეს არ იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის წევრები. ჟურნალისტების კითხვის პასუხად პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ როდესაც კონკრეტული საელჩო ღონისძიებას გეგმავს, მთავრობას მოსაწვევი უნდა გაუგზავნოს. თუმცა დიპლომატიურმა უწყებამ პროტოკოლი დაარღვია. რომ დაიცვათ პროტოკოლი, რა თქმა უნდა, მივიღებდით აუცილებლად მონაწილეობას. პროტოკოლი არის, როდესაც კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, ამ შემთხვევაში მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე, ხო? რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ისაბჭოური მიდგომა, რომელსაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად ჩვენ არ ვიქნებით იქ. ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა საბჭოური მიდგომებით. ევროპის დღესთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრები სოციალურ ქსელში მილოცვებს ავრცელებენ. გამოქვეყნდა პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და თბილისის მერის პოსტები. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შულმანმა დეკლარაცია წარადგინა, რომელიც საფრანგეთისა და გერმანიისაცვე სხვა დაინტერესებული ქვეყნების ნახშირისა და ფულადის წარმოების გაერთიანებას ითვალისწინებდა. სწორედ ეს ითვლება თანამედროვე ევროკავშირის საფუძვლად. რა თქმა უნდა, ჩვენ უსურვებთ ევროპას, ჩვენს კონტინენტს განვითარებას, კეთილდღეობას. დღეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები, ხედავთ როგორი ტენდენციებია ევროპის მასშტაბით, ხო? არის ტოტალური მიგრაცია, რაც აგარგვინებს ევროპულ სახელმწიფოებს ეროვნულ იდენტობას, რელიგიურ იდენტობას, არის სერიოზული პრობლემები, არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია. ჩვენ ვისურვებდით, რა თქმა უნდა, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემოტრიალდეს დადებითი მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მთლიანად კონტინენტისთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ევროპაში ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, არის რისკების შემცველი ნებისმიერი ჩვენი რეგიონის ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ ევროპას უსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას. ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი, ასე ვთქვათ, სივრცე.
ჩვენთვის აქედან გამომდინარე ევროპის განვითარება ნიშნავს რა თქმა უნდა მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვის. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნად ვეტერანები კულტურისა და დასვენების პარკში დილიდან შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და დეპუტატები. მათ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. სახურავი უკრაინაში ჟიტომირის ობლასტი გოროდ ნოვოგრად-ვოლინსკი. რო შამოერი დაიხურა თვითმფრინავები, დაბლა ტანკები, მანქანები, არტილერია. ომსიწყებს ის ვისაც უნდა თავისი სახელის მაღლა დაყენება და ხალხის მოსპობა 27 მილიონი კაცი შეჭამა ამ ომმა. წემსი ვიყავ ჯარში ფრონტზე თვარში ვიყინან წამეყონეს ხალამდე მეცვალ. და ქუთაისში აგვიყვანეს იქ მოგწეს ფორმა იგვაბანავის გამოგწვალ საბუთების აგაგვაწესეს. 42 წამეყონეს 48-ში 8 მარტი თბილისში 48 წელს გამამთავრდა. ჩვენ მიულოცეთ ომის ვეტერანებს და პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და რა თქმა უნდა ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად აღინიშნება ეს თარიღი. კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. მე-80 წლისთავი არის ფაშიზმზე გამარჯვებისა, იმ დიდი გამარჯვებისა, რომელშიც ჩვენ ხალხს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. 300,000 ჩვენი მოქალაქე დაეცა ამ ბრძოლებში, 300,000 ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმისგან და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან. რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა დღეს არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დააფასოს დღევანდელი დღე და დააფასოს ქართველი ხალხის წვლილი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის დამარცხებაში. 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, ღონისძიებები დაგეგმილია ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც წინა წლებში იმართებოდა. მისივე თქმით, ოპოზიციის არავითარი გეგმა არ განხორციელდება. პრემიერს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ 26 მაისს ჩაიბარებენ. სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეგო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს. რაც შეეხება 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ხო? ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები შარშან წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა ნაციონალების მიმართ. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი ჩატარდა მოსკოვში. პუტინთან ერთად წითელ მოედანზე იმყოფებოდნენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერი რობერტო ფიცო. ასევე სხვა სახელმწიფოების ლიდერები. აღლუმი პირველად ჩაიბარა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა. წითელ მოედანზე ჩაიარეს 13 ქვეყნის სამხედროებას, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ვიეტნამიდან, ბელორუსიდან, ეგვიპტიდან, ჩინეთიდან, მონღოლეთიდან და უზბეკეთიდან. ჩვენ გვახსოვს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და არასდროს დავუშვებთ მაშინ განვითარებული მოვლენების გაყალბებას. ჭეშმარიტება და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა. მთელი ქვეყანა, საზოგადოება, ხალხი მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს. რუსეთი იყო და იქნება ნაციზმის, რუსოფობიის, ანტისემიტიზმის ურყევი ბარიერი. ის ებრძვის იმ უბედურებებს, რომლებსაც ქმნიან ამ აგრესიული, დამანგრეველი იდეების მხარდამჭერები. ჩვენ ერთგულად ვინახავთ ამ ისტორიული, ტრიუმფალური მოვლენების ხსოვნას და როგორც გამარჯვებულთა მემკვიდრეები 9 მაისს აღვნიშნავთ.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის იმ მოთხოვნებზე საუბრობს, რომელიც ოკუპანტმა ზავის სანაცვლოდ დააყენა. რუსეთს არ შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიებს, რომლებიც არც კი დაუპყრია, ცხადებს ჯეიდი ვენსი. ტრამპის თქმით, კი სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგული რჩება. ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივებზე საუბრობს ზელენსკიც. მისი თქმით, ახლა მთავარ პრიორიტეტად რეალური შეთანხმების მიღწევა რჩება, რაც მინიმუმ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას მოიცავს. Щойно говорив з президентом Трампом. პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯები, შეერთებული შტატების მხარდაჭერა, რომელიც ახლა ასე გადაუდებლად გვჭირდება და მშვიდობის სახელით ზეწოლა რუსეთზე. ვისაუბრეთ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, დიპლომატიურ ძალისხმევაზე და იმაზე, თუ როგორ დავაჩქაროთ ნამდვილი და ხანგრძლივი ზავი სულ მცირე 30 დღით. ამან დიპლომატიისთვის შეიძლება მრავალი შესაძლებლობა გახსნას. უკრაინა მზადაა სრული ზავისთვის, ამ წუთიდან ახლავე 30 დღიანი სიჩუმისთვის, მაგრამ ეს ზავი ნამდვილი უნდა იყოს რაკეტების, დრონების და ფრონტებზე ასობით ჩეტების გარეშე. რუსებმა უნდა უპასუხონ ამ მოწოდებას და მხარი დაუჭირონ ზავს. მათ უნდა დაასაბუთონ საკუთარი მზაობა და ნება ომის დასასრულებლად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ვთავაზობთ ამას რუსეთს. ამერიკას შეუძლია ამაში დახმარება. Так само потрібно ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპის დღეს უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდნენ. მათ პატივი მიაგეს ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას. მათთან ერთად იმყოფებოდნენ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებიც. დღეს ჩვენ ევროპის დღეს უკრაინასთან და მის ხალხთან ერთად აღნიშნავთ, რადგან ოჯახში სიხარულიც და გაჭირვებაც გაზიარებულია, აცხადებს კალასი. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ერთ-ერთი თემა უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა და მისი მხარდაჭერა. გათენებული სამეფო რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით დღეს სასანქციო სიაში შეიტანს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 100-მდე ტანკერს. რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს დღეს ყველაზე მასშტაბური სანქციები დაუწესდება, რაც გააძლიერებს პუტინზე ზეწოლას და ბრიტანული და ევროპული კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის დაცვას, თქმია გათენებული სამეფოს განცხადებაში. დღეს ახალმა პაპმა კარდინალებთან ერთად სიქსტის კაპელაში პირველი მესა აღავლინა. სოფლიოს ყურადღების ცენტრში ისევ ვატიკანია, სადაც კათოლიკური ეკლესიის ახალწინამძღოლად 69 წლის რობერტ ფრანცის პრევოსტი დაინიჭიეს. ის ლეონ მე-14-ის სახელით 267 პაპი გახდა. ისტორიაში პირველად პაპი ამერიკელია, ის ჩიკაგოში დაიბადა. ახლა ყველა ელოდება რა იქნება მისი პირველი ნაბიჯები და როგორ იქნება მისი მმართველობის სტილი. მედია წერს, რომ მისი ჰობია ტენისი, უყვარს ლიტერატურა, ხშირად გამოდის სამშვიდობო ინიციატივებით. იცის 4 ენას საუბრობს ინგლისურად, ესპანურად, იტალიურად და ფრანგულად. კურიერი ვატიკანშია, სადაც პაპის არჩევის შემდეგ იქ შეკრებილ მოქალაქეებს ესაუბრა. I'm very happy. ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით ის გამეხარდა, რომ პაპი ჩემს მშობლიურ ქალაქში დადიოდა სკოლაში და კოლეჯში. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავს. გვინდა რომ ის ჩვენს ოჯახში ვახშამზე დავპატიჟოთ. მისი პოზიციები სრულად ემთხვევა ჩემს შეხედულებებს. ის გააგრძელებს პაპი ფრანცისკეს დაწყებულ საქმეს. I'm from too. ჩემთვის როგორც ამერიკელისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ პაპი ჩემი თანამემამულეა. ის ჩიკაგოდანაა, მეც ჩიკაგოდან ვარ. ჩემთვის რთულია ამის აღწერა. სახლში რამდენიმე კვირაში დავბრუნდები, ველოდები რომ ისიც ჩამოვა. შემიძლია გითხრათ, რომ შესანიშნავი რამ მოხდა. საოცარია, რომ ამერიკელი პაპი ყავს. ძალიან აღელვებული ვარ. არ მოველოდი, რომ პაპი ჩემსავით ამერიკელი იქნებოდა. მე და ჩემმა მეგობრებმა კონკლავზე წამოსვლა რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტეთ. მხოლოდ ეს იყო მიზეზი ჩვენი აქ ჩამოსვლის. არაჩვეულებრივია, რომ პაპი ამერიკელია. ამერიკაში დიდი შტაბ-ჭრილებებით დავბრუნდები. ველოდები, რომ ახალი პაპი ეკლესიას გააძლიერებს. ისე როგორც ეს პაპმა ფრანცისკემ გააკეთა. მშვიდობა იყოს თქვენთან. ეს იყო ახალი პაპის პირველი სიტყვები. არჩევიდან დაახლოებით 1 საათში ახლად არჩეულმა ლეონ მე-14-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართა. პაპმა ხაზი გაუსვა ეკლესიის მისიონერულ როლს და ქველმოქმედებას. მშვიდობა იყოს თქვენთან და ყველასთან, ძვირფასო ძმებო და დებო. ეს არის აღმდგარი ქრისტეს კეთილი მწყემსის პირველი მისალმება, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა ღვთის სამწყსოს. გულწრფელად მსურს, რომ მშვიდობის ამ სიტყვამ შეაღწიოს თქვენს გულებში, მიაღწიოს თქვენს ოჯახებთან, ყველა ადამიანთან, სადაც არ უნდა იყვნენ, ყველა ხალხთან და მთელ დედამიწასთან. მშვიდობა იყოს თქვენთან.
ჩვენს ყურებში ჯერ კიდევ ჟღერს პაპ ფრანცისკეს სუსტი, მაგრამ ურყევი ხმა, რომელმაც აკურთხა რომ ნება მიბოძეთ, მე გავაგრძელო ეს კურთხევა, რომელიც უყვარხართ თქვენ, რომელიც უყვარს ყველა და ბოროტება ვერას დროს გაიმარჯვებს. დაგვეხმარეთ რომ ერთმანეთს დავეხმაროთ ხიდების აგებაში, დიალოგის, შეხვედრისა და გაერთიანების, რათა გავხდეთ ერთი ხალხი, რომელიც მუდამ შვიდობაში ცხოვრობს. ნება მიბოძეთ მივესალმო ყველას, განსაკუთრებით ჩემს საყვარელ ჩიკლაიოს ეკლესიას პერუში. ძვირფასო ძმებო და დებო რომიდან, იტალიიდან და მთელი მსოფლიოდან. ჩვენ გვსურს ვიყოთ სინოდალური ეკლესია, რომელიც მუდამ ეძებს მშვიდობას, ქველმოქმედებას და ყოველთვის ახლოსაა, განსაკუთრებით მათთან, ვინც იდანჯება. რომის პაპს მსოფლიო ლიდერები ულოცავენ. ტრამპის განცხადებით დიდი პატივია, რომ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი ამერიკელია. მილოცვა სოციალური ქსელით აღწელებს საფრანგეთის პრეზიდენტიც. მაკრონი წერს, რომ ეს ისტორიული მომენტია კათოლიკური ეკლესიისა და მილიონობით მოწმულისთვის. ახალი პონტიფიკოსი მილოცვებს იღებს იტალიიდანაც. პრემიერი აცხადებს, რომ კონფლიქტებითა და არეულობით სავსე დროში პაპის სიტყვები მშვიდობის პასუხისმგებლობისკენ მოწოდება. მილოცვას აღწელებს ევროკომისიის პრეზიდენტიც. ურსულა ფონ დერ ლაიენს აქვს მოლოდინი, რომ ლეონ მე-14 იქნება მშვიდობის და დიალოგის შთაგონება მსოფლიოსთვის. რომის პაპმა მილოცვები მიიღო საქართველოდანაც. საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას ლეონ მე-14-ს რომის პაპად არჩევას. ვუსურვებთ მას სიძლიერეს, სიბრძნეს და ღვთისწყალობას კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში, წერს პრემიერ-მინისტრი. მანამდე მილოცვის ტექსტი გავრცელა პრეზიდენტმა. საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზად არის განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები, წერს მიხეილ ყაველაშვილი. აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა ლევან გალობლიშვილი. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ 99 წლის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა. ის სარეზერვო ფონდიდან 1000 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. დახმარება გადაეცემა კიდევ ერთ ვეტერანს, რომელიც დღეს აფხაზეთის მთავრობის არომადგენლებმა მოინახულეს. 9 მაისი ეს არის თარიღი, რომელიც გვახსენებს მშვიდობიანი ცხოვრების ფასს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით 99 წლის დროებით დევნილ ვეტერანთან. ძალიან დიდია მისი ღვაწლი ქვეყნის და სამშობლოს წინაშე. ჩვენი ვალია, როგორც აფხაზეთის მთავრობის, ასევე ჩვენი მოქალაქეების, რომ მაქსიმალურად დავაფასოთ ისინი. ყველაზე მეტია დაფასება 9 მაისი ჩემთვის. იმიტომ რომ 9 მაისი 5 წელი ვიყავი ომში. დავუყარე სისხლი, მე დიდი მადლობია თქვენი რომ აფხაზეთის მთავრობა მოყვია ჩემთან. მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლთა ხსოვნას პატივი მიაგეს თელავში. ადგილობრივი ხელისუფლების არომადგენლებმა და მოქალაქეებმა დიდების მემორიალი გვირგვინში ამკეს. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს კახეთში მხოლოდ 3 ვეტერანი შეხვდა. მათ მთავრობის 2000 ლარიან დახმარებასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით 500 ლარი გადაეცათ. უნდა იყოს ტურისტები პასი და თოქტანა გამოვიდეს. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც მასშტაბური და გლობალური ომი, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანის, მათ შორის ქართველების სიცოცხლე შეეწირა. პატივი მივაგეთ ომში დაღუპულთა ხსოვნას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით ომში მონაწილეებს და მათი ოჯახის წევრებს ფულადი საჩუქრები გადაეცათ. რეგიონის მასშტაბით ჩვენ გვყავს 3 ომში მონაწილე, უსურვებთ მათ ჯანმრთელობას და მხნეობას. მინდა მივულოცოთ დღევანდელი დღე გმირ ვეტერანებს. საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა მეორე მსოფლიო ომმა. დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და მინდა მივულოცოთ სრულად საქართველოს. პატივს მივაგებთ გმირებს და მათ ხსოვნას. ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა ფოთშიც. ხელისუფლებისა და საზოგადოების არომადგენლებმა დიდების მემორიალი ყვავილებით შემკეს. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ 14 პირს თანხა გადაეცა. ულოცავ ჩვენ საქართველოს დღევანდელი დღეს 80 წლის დავს 9 მაისს ჯანმრთელობა, მშვიდობა და ყველაფერი კაი მოეტანოს ჩვენი საქართველოს გამთილიანობა და სიყვარული და დიდხანს სიცოცხლე ქართველი ერის. გამომარჯვოთ დამოკლების საქართველოს. 80 წელი გავიდა ნაცისტურ ტოტალიტარიზმზე გამარჯვების შემდეგ და რომელშიც საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი შესაბამისად მნიშვნელოვანია რაც ამბობთ რომ გავიდეს ყოველთვის გვახსოვდეს გამარჯვების მაგალითები, სიმამაცის, თავგანწირვის მაგალითები და პატივი მივაგოთ თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს. ყველას ულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო სულხან თამაზაშვილმაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქართველი კაპიტნის მეორე მსოფლიო ომის გმირის ანატოლი კაჭარავას მემორიალი ყვავილებით შეამკო. სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა და შიდა ქართლის რწმუნებულმა მოინახულეს. ახალი გზა გვერდსაულის სურამს და ჩუმათელეს და რიკოთის გზის პირველ გვირაბს შეუერთდება, რაც სურამს ტრანზიტული მოძრაობისა და საცობებისგან განტვირთავს და შემცირებს გადაადგილების დროს. საქართველოში არასდროს მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ყოფილა ნაწარმოები, ეს არის მართლა ისტორიული ფაქტი და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს მოსახლეობას და არა მხოლოდ ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება უახლოეს პერიოდში რიკოთის ამ მნიშვნელოვანი მონაკვეთით ისარგებლოს, დასასრულს უახლოვდება სამუშაოები და სულ ალბათ უმოკლეს ვადაში მოხდება კონკრეტულად ამ მონაკვეთის გახსნა. პროცესირდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე ჩვენ მოსახლეობას გაუმჯობესდება გადაადგილება, რა თქმა უნდა, აღნიშნული მონაკვეთის გახსნა შეამცირებს როგორც დროით გადაადგილების რაოდენობას, ასევე უფრო კომფორტულად მოუწევს ჩვენ მოსახლეობას გადაადგილება. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, დასრულების ფაზაში ვართ, როგორც ხედავთ, ბევრი სამუშაო პარალელურად მიმდინარეობს. მიდის სამონტაჟო სამუშაოები, ახლა ელექტრომექანიკური ნაწილი ძირითადად გვირაბებში, ხიდებზე მოაჯირები, სადრენაჟე სისტემები და ასე შემდეგ. პარალელურად მიდის დარჩენილ მონაკვეთებზე საფარის დაგება. რთული მონაკვეთი იყო გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მაგრამ ესეთ მონაკვეთებზე, სადაც განსაკუთრებით გვირაბები არის, მოსალოდნელია მსგავსი რაღაცა პრობლემები და ყოველთვის მზად უნდა იყო მსგავსი შემთხვევებისთვის. საკმაოდ კარგად დავძლიეთ ეს მონაკვეთი, ეს სამუშაოები. შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. საუბარია არეშ, ფერანისა და ბოლქვის დამაკავშირებელ გზაზე. პროექტის პარკლებში იგება 1275 მეტრის სიგრძის ასფალტ-ბეტონის საფარი. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 577,000 ლარზე მეტია. აქტიურად მიმდინარეობს სოფელ არეშფერანისა და ბოლქვის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნულ მონაკვეთზე 1275 გზივ მეტრზე მოეწყობა ახალი ასფალტის საფარი. ამ მონაკვეთზე განთავსებულია საჯარო სკოლა, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შენდება ახალი 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი და სწორედ ამან განაპირობა ამ გზის რეაბილიტაციის განხორციელება. სლუტფესტივალი 2025 გრძელდება. ახალგაზრდულ ფესტივალში 15,000-მდე სტუდენტი მონაწილეობს. დაგეგმილია უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები 29 სახეობაში. საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები. ფესტივალის მთავარი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებს შესთავაზოს და შეუქმნეს ისეთი გარემო და სივრცე, სადაც მათ საკუთარი ნიჭის, უნარების, შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ექნებათ. ფესტივალის დღევანდელი დღეც ერთ-ერთი ასეთი აქტივობა არის, სადაც მრავალფეროვან სპორტულ ტურნირებში მიიღეს ახალგაზრდებმა მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში აღსანიშნავია, რომ გარდა სპორტის მიმართულებისა, კულტურის, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივ ღონისძიებებშიც იღებენ ახალგაზრდები მონაწილეობას. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ეჯიბრებიან ერთმანეთს, გამოვლინდება გამარჯვებულები და გაიმართება გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალიც. დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.jį კურიერი კი გემშვიდობება გექვსებათ.